სუნთქვაზე მინდა კიდე ერთი სიტყვა ვთქვა, რომ ცნობიერად სუნთქვა, რასაც ვეძახით, ავტომატური პროცესია, მაგაც სუნთქვა, ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას დღის მანძილზე როგორ სუნთქავთ და რანაირად სუნთქავთ. ხო? მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, რომ ვაკვირდები სუნთქვას ცნობიერად შევისუნთქავ, რა ხდება, როგორ ხდება, რა პროცესია, ამაზე დაკვირვება ძალიან მეხმარება, რომ გადმოვერთო და აქ დაახლა ვიყო. და ამას ვასწავლი ხოლმე ხშირად ჩემ მოსწავლეებსაც, რომ ვისუნთქოთ, უფრო დაკვირვებთ და რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მგონია, რომ მე მეხმარება, რომ დავბრუნდე აქ და ახლა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აქ და ახლა ჩვენში შფოთვა იწევს წარსული ან მომავალზე ფიქრი და თუ აქ და ახლა ვართ, ეს სტრესები იმდენად აღარ შემოდის და ნაკლებია მოკლედ ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ მივაქციოთ ყურადღებას სუნთქვას და ვისუნთქოთ გააზრებულად და ეს დაგვეხმარება სტრესის შემცირებაში. ხო, ან მაგაში დაგითანხმები, ანუ სუნთქვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იოგაში. ანუ სუნთქვა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ ემოციებთან. ანუ იოგა ზოგადად ესე უყურებს ადამიანს, ანუ როგორც სამი ნაწილისგან შემდგარ ერთ არსებას. ანუ ჩვენი მენტალური მხარე ცალკეა, ემოციური მხარე ცალკეა და სხეული ცალკეა. და ჩვენ თითქოს მისია არის, რომ ეს ყველა ნაწილი დავამეგობროთ და ერთად იმოქმედონ. ხო და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ყველაფერი ცალკეა, ანუ ჩვენ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ როგორმე შევძლოთ ეს ნაწილები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ანუ აი, სუნთქვა მაგალითად ძალიან უკავშირდება ემოციურ ნაწილს. ანუ თუ ჩვენ მოახერხებთ, რომ ვარჯიშის დროს კონცენტრაცია გავაკეთოთ სუნთქვაზეც, ანუ თან ვივარჯიშოთ, თან დავაკვირდეთ ჩვენ სუნთქვას და თან ეს პროცესი ვთვალოთ, ანუ ეს თულა ძალიან გვეხმარება იმაში, რომ თან ზუსტად ვიცით რამდენი ხანი ვაკეთებთ ვარჯიშს და თან ან ჩვენი მენტალური ნაწილი ჩართულია ამ პროცესში. ანუ ჩვენ გონებას, სხეულს და ემოციას ვაკავშირებთ აი ამ რამდენიმე წამის განმავლობაში, ხანდახან რამდენიმე წუთის განმავლობაში და ვცდილობთ, რომ დავიჭიროთ აი ამ მომენტში. და როდესაც ამას ვაკეთებთ ხშირად, ანუ ჩვენი ეს არსება ეჩვევა ამ ყველაფერს და ნელ-ნელა ეს ხდება უკვე ავტომატური პროცესი, ანუ ხანდახან შეიძლება ქუჩაში მიდიოდე და უცებ მიხვდე, რომ იცი რა, ანუ სუნთქვა უკვე ჩემი საკონტროლებელია, ანუ შენ ავტომატური კი აღარ არის, უკვე შენ აკონტროლებ სუნთქვას და ამ თავიდან იწყება ხოლმე პანიკა, რომ არ იცი ამ სუნთქვას რა უქნა. კი, ანუ ნახეთ, სუნთქვა არის ყველაზე ავტომატური პროცესი და ყველაზე ხშირი პროცესი, რასაც ადამიანი აკეთებს და თუ კი სუნთქვის კონტროლი შესაძლებელია, წარმოვიდგინეთ, ალბათ ყველაფრის კონტროლია შესაძლებელი ამ კუთხით, რომ თქვათ იყო აქ და ახლა, ანუ გაცნობიერების თვალსაზრისით გულისხმობ კონტროლს რასაკვირველია. ხო და ანუ ეს ვარჯიშები რა, ეს პატარა ვარჯიშები, რომელიც თითქოს ესე არაფერს არ შვება, ანუ დიდ დროში ძალიან დიდ განსხვავებას აძლევს ადამიანს. ანუ ნელ-ნელა გასწავლის უფრო და უფრო ცნობიერი როგორ იყო. ანუ შეიძლება შენ საერთოდ არაფერი არ აკეთო სხვა, ანუ უბრალოდ მოდიოდე დარბაზში, ვარჯიშობდე და ამას აკეთებდე აი ამ მთელი ჩართულობით, სუნთქვაზე დაკვირვებით და აი ამ მთელი თვლის პროცესით და ყველაფრით და სხვა საერთოდ არაფერს არ შვებოდე. და ანუ შეიძლება 1 წელიწადში, წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში უკვე იმ ხელა განსხვავებაში ატყო საკუთარ თავს, რომ ანუ შენ თვითონ არ დაიჯერო. კი. ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ ახლა თქვენ სუნთქვის მნიშვნელობა, იოგაში ცალკე დანაყოფი არსებობს, პრანაიამა, სუნთქვის კონტროლი და მას აქვს უზარმაზარი გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე. და პანდემიის დროს ლელა რაზეც ისაუბრა, საერთოდ პანიკური შეტევის დაძლევა ხდებოდა და ექიმებიც მოგვიწოდებდნენ, რომ სუნთქვის ტექნიკებისთვის მიგვემართა და იგივე ეს ბუშტით სუნთქვა, იმისთვის რომ ფილტვები ბოლომდე გახსნილიყო, იყო სწორი სუნთქვის ვარიაცია, ხო, დამითანხმებით. და მთავარი ამბავი, რასაც სუნთქვა აკეთებს ჩვენს ცხოვრებაში და ცნობიერებაში, მე ვგულისხმობ გაცნობიერებულ კონტროლირებად სუნთქვას, არის ის, რომ ჩვენი ფიქრები ან მუდმივად წარსულისკენ არის, რომ დავაკვირდეთ თავს და ეს ნეგატიური ფიქრის ჩვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
გავრცელებული ჩვევა ალბათ სამყაროში და ვართ შფოთვაში ან მომავლის დაგეგმვაში ვართ, ხო? თვითკრიტიკაში. კი ბატონო, ან მომავლის დაგეგმვაში ვართ და ამ დროს ხელიდან გვეცლება აწმყო, ხო? და ზუსტად ამას აკეთებს სწორი სუნთქვა, ფიქრის სუნთქვის კონტროლი, რომ დაუბრუნდეთ, ვიყოთ mindfulness მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებულ აქ და ახლა მდგომარეობაში და სუნთქვაზე გადის მოკლედ ეს პროცესი რა, თუ ვაკონტროლებთ სუნთქვას, ეს გვეხმარება უკვე ემოციების კონტროლში და შფოთვის შემცირებაში, რაც მთავარია და ხა შფოთვასთან დაკავშირებით ლოგიკურად ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ რა მოგწონს ყველაზე მეტად იოგაში და ჩემი პირადი გამოცდილებითაც და დაკვირვებითაც, როცა ვამბობ ხოლმე მე რა მომწონს, ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ადამიანი მუდმივად შეჯიბრების და კონკურენციის პირობებში ცხოვრობს, იმიტომ რომ სოციუმი გარემო ჩვენგან მუდმივად მოითხოვს, რომ ვიყოთ წარმატებულები, შფოთვის მიზეზი ხდება ხოლმე ეს, რომ დავაკმაყოფილოთ ყველას მოთხოვნა და ამ დროს ჩვენი შინაგანი ხმა იკარგება, აღარ გვახსოვს ჩვენი სურვილები, ოცნებები და აი ამ დევნაში მოკლედ თანამედროვე ადამიანი არის დასტრესილი. და პირველივე ფრაზა, როდესაც შემოდიან ხოლმე free spirit-ში, რასაც ვაჟღერებთ ჩვენი ინსტრუქტორები თქვენ დამეთანხმებით, არის ის, რომ ვეუბნებით, რომ აქ არ არის კონკურენტული გარემო, დაივიწყე კონკურენცია, აქ არის მხოლოდ თანადგომა, ხო? და უბრალოდ ამ ფრაზის გაჟღერებაც კი, რომ კონკურენცია არ არსებობს ამ ზღვრებს აქეთ, ხო? free spirit-ში და ზოგადად იოგურ სივრცეში უკვე ეხმარება ადამიანს, რომ მოდუნდეს და ეს ვიზუალურადაც, ფიზიკურადაც ეთყობათ ხოლმე, რაც გამოიხატება მოშვებულ მხრებში, კისერში, კისრის ვიზუალზე და ადამიანები განიცდიან რელაქსირებულ მდგომარეობას უკვე, აი თუნდაც ამ პირველივე ფრაზის გაჟღერების დროს, ხო? და ნუ შემდგომ პროცესში ხედავენ, რომ მართლა არის ისეთი გარემო, სადაც არავის არ ეჯიბრები საკუთარი თავის გარდა, ვცდილობთ ყოველ დღე პატარ-პატარა ნაბიჯებით გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები და საზომი არის მხოლოდ საკუთარი თავი, რომ ვიყოთ უფრო უკეთესები, თუნდაც მობილობის თვალსაზრისით, გაწელვის თვალსაზრისით, მენტალური მდგომარეობის კუთხით, ვიდრე ვიყავით გუშინ. და ეს არის ის, რის გამოც მოწონთ ხოლმე იოგა, რომ ვეკითხები, რომ აი ამ სივრცეში, როცა შემოვდივარ, არ ვარ დაძაბული, ვიცი, რომ ყველა ჩემი მეგობარია, ვთქვათ, ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, რომ მივახციოთ სასურველ ფიზიკურ, მენტალურ მდგომარეობას. მოკლედ თანადგომით მიღებული შედეგები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე კონკურენციით, ამას ამტკიცებს ჩვენი გარემო და მე ძალიან მაძლიერი ვარ ამის გამო. აი, მაგ თემაზე გამახსენდა ახლა ჩემი მოსწავლის კომენტარი, რომ ანუ დიდი ხანია უკვე დადის და ანუ ამაში free spirit-იო ძალიან მომწონსო, რომ ანუ არავინ ჩემგან არაფერს არ მოელოდებაო საერთოდო რა. ანუ თავიდანვე მაგან მიმიზიდაო, რომ მოვედიო, ანუ მე რომ მასქენი დაველაპარაკე და რაღაც ანუ მივხვდი, რომ აქ შემეძლო ის ყოფილიყავიო რა, რაც ვიყავიო და ანუ всё რა, მეტი არაფერი არ იყო საჭირო. და ესე მოდიო და რავი, ანუ რაც მახსოვს, თითქმის არაცდენდა ხოლმე. თუ რაღაც ძალიან სასწაული არ ხდებოდა, სულ დარბაზში იყო, ვარჯიშობდა და ანუ ჩემ ანუ აი ეს თვალსა და ხელს შუა გამოუსწორდა ძალიან ბევრი რაღაცა. და აი ესე რომ ანუ არც დაძაბულა ზედმეტად, არც არაფერი და ანუ მე ეს კომენტარი გააკეთა, რომ ანუ იმის გამო რომ ანუ რო ვიცოდიო რომ არავის არ უნდა შევჯიბრებოდიო, რომ ჩემგანო არავინ არაფერს არ ელოდებოდა, ანუ ყველაფერი ეს თავისით მოხდაო რა. ხო და ანუ ჩემი აზრით ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ადამიანს თავიდანვე უნდა უთხრა, ანუ რო შემოდის, რომ ანუ აქ არ არის საჭირო იგივე რაც გარეთ. ანუ არავის კონკურენტი გვაქვს ეგეთი მდგომარეობა. არავის კონკურენტი არ ხარ, არავინ არ გეჯიბრება ის გვერდზე ვიღაც რო ვარჯიშს აკეთებს, ანუ შენ არ გეხება საერთოდ. ანუ შენი ვარჯიშები გაქვს, შენი აკეთე, შენ ისე აკეთე როგორც გამოგდის და ნუ უყურებ რა სხვას, ანუ სხვა არ არსებობს იქ. მართალია ჯგუფში ვართ, მაგრამ ანუ შენი საქმე გაქვს, შენი გამოწვევები გაქვს, სიტყვაზე იქ რაღაც ნაწილი გაქვს გასაწელიან, გასამაგრებელი, იმ ადამიანს საერთოდ სხვა გამოწვევები აქვს.
იგივე ინსტრუქტორის შემთხვევაშიც ხო ჩვენც გვაქვს ჩვენი გამოწვევები და არ არსებობს მდგომარეობა, სადაც თქვათ ინსტრუქტორი იტყვის, რომ ახლა მე სრულყოფილად ყველაფერს ვაკეთებ. ზუსტად ეს მხიბლავს მე პირადად იოგაში, რომ ყოველთვის შეიძლება უფრო გართულდეს ასანა, იმ მოგეხსენებათ ასანებს აქვს ვარიაციები, ამიტომ დამწყებსაც შეუძლია ჩვეულებრივად გააკეთოს პოზა, იმერე ვისაუბროთ აი შეზღუდვებამდე მივედით, რომ ადამიანებს აქვთ რაღაც წარმოდგენები, რომ ვისთვის არის იოგა და ვისთვის არ არის. ასე ნამდვილად არ არის. მინდა მე გაგიზიაროთ რაღაც მითები, რომელიც უკითხავთ, თქვენს გექნებათ დარწმუნებული ვარ, რომელიც სასაცილოდ ჟღერს ხოლმე და დავამსხვრიოთ ეს მითები, ძალიან საინტერესო იქნება. და ეს გამოწვევები იოგაში არის დაუსრულებელი. მოსწავლისთვისაც, მასწავლებლისთვისაც და ზუსტად ამაშია იოგას ხიბლი, რომ ყოველთვის შეიძლება გაართულო ასანა, ყოველთვის შეგიძლია მეტად უფრო კონცენტრირებული იყო და ეს არის გზა. იოგა ამასაც ნიშნავს, ხო? მის ერთ-ერთი განმარტება ეს არის პროცესი, გზა, რომელიც არ სრულდება და ყოველთვის შეიძლება სრულყოფა. ეხლა მითებს რაც შეეხება, გადავიდეთ ნელ-ნელა და ყველა ჩვენი გამოცდილება გავაზიაროთ, ვის რა მითები გვაქვს, გურამ გაგვიზიარება მითები, რაც გსმენია იოგას შესახებ. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ის, რომ ანუ მე შევძლებ ხოლმე ყველას ვეუბნები ხოლმე რომ სიარული ხო შეგიძლია რაღაც ლაპარაკი ხელით რაღაცების აწევა რაღაცები ანუ მაშინ ყველაფერს შეძლებ რა ანუ არაფერი არ არის აქ ისეთი რაღაც ისე დაგტვირთო სიტყვაზე რომ რაღაც ვერ გააკეთო ან მე აქ იმისთვის ვარ რომ უყურო შენ რა შეგიძლია და იმ შენ შესაძლებლობებს მოვარგო და ანუ ამ შენი მოცემულობიდან ნელ-ნელა ისე განვითარდეთ რომ ყველაფრის გაკეთება შეძლო ანუ ძალიან ბევრი ადამიანი მყოლია, ანუ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და სხვადასხვა შესაძლებლობებით და ანუ რავი, აი არავის არ გაჭირვებია დაწყებული რაღაც 15 წლიდან დამთავრებული 73 წლით და რავი, ისე ვარჯიშობდნენ, რომ ანუ არავის პრობლემები არ შექმნია პირიქით, ანუ ძალიან ბევრი პრობლემა რაც ქონდათ გამოუსწორდათ. ახლა ამაზე მახსენდება, სასაცილო მემები გვხვდება ხოლმე იოგასთან დაკავშირებით. Do you have a body? თუ გაქვს სხეული, ესე იგი შეგიძლია იოგას გაკეთება, სხვა არაფერი არ არის საჭირო. ერთი ისტორია ვნახე. ანუ როგორ დაეხმარა იოგა ერთ-ერთ ადამიანს, ყოფილი სამხედრო იყო და პარაშუტით ხტომისას დაიზიანა ორივე ფეხი. მერე ამას მოყვა ის რომ ვერ დადიოდა დეპრესიას ჩავარდა წონა მოიმატა და ერთ-ერთმა იოგის ინსტრუქტორმა მოკიდა ხელი ამ ადამიანს და იქამდე მიიყვანა რომ ეს ადამიანი უკვე დარბოდა მერე იოგას შესაძლებლობა ხო ანუ ფაქტიურად ვერ დადიოდა თავიდან რომ დაიწყო ანუ ძალიან უჭირდა ანუ ორივე ყავარჯნით უნდა ევლო და ისიც ძალიან პატარა მონაკვეთზე და რამდენიმე წლის მერე ჩვეულებრივად დარბოდა ეს ადამიანი. ან თუ იმ ადამიანმა შეძლო რავი, აი ყველა შეძლებს. კი ბატონო, გეთანხმები. ერთ-ერთი მითი, რომელიც იოგას შესახებ მსმენია, მითიდან უკითხვის სახით იყო, რომ აი მინდა იოგაზე მოსვლა, მინდა იოგაზე სიარული, მაგრამ მან ხო გასხივოსნებული ხალხი ხართ და მე იმდენი მავნეჩვევა მაქვს, რომ ჩემთვის არ არის იოგა. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. პირიქით, ჯერ ეს ერთი გასხივოსნებულები ნამდვილად არ ვართ, ჩვენც გვაქვს ჩვენი პრობლემები, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი დისციპლინით დავძლიოთ ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში და ამას მოითხოვს პრინციპში იოგა ჩვენგან სხვას არაფერს ცნობიერ გადაწყვეტილებას რომ იმუშაო საკუთარ თავზე და ამით გაიუმჯობესო როგორც საკუთარი თავი შენი ცხოვრება ასევე გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებაც გააუმჯობესო ხო და რაც შეეხება მავნეჩვევებს ზუსტადაც რომ ასეთი მავნეჩვევების არსებობის შემთხვევაში პირიქით უფრო მეტი мотиваცია უნდა გქონდეს რომ ახალი ჯანსაღი ჩვევებით ჩავანაცვლოთ ეს მავნეჩვევები, იმიტომ რომ იოგას სივრცე არის ის სივრცე, სადაც ხდება დაკვირვება, რომ ეს ყოველდღიური ჩვევები, რომელიც თითქოს და არც ისეთი არაფერი არ არის, როგორ მოქმედებს სინამდვილეში ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ფიზიკურობაზე, ჩვენს მენტალობაზე, ხო, ჩვენს სულიერებაზე, ამის გაცნობიერება, გაანალიზება ხდება ზუსტადაც რომ იოგას პროცესში და ახალი პატერნებით, ახალი ჩვევებით ამ ყველაფრის ჩანაცვლება და შესაბამისად თუ გაქვთ მავნეჩვევები, პირიქით, ზუსტად ეს სივრცე არის ის, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი.